მოგესალმებით უყურებთ ახალამბებს პირველზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტი, რომლითაც მთავრობას ახალი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება. პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოს საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავეს. საპროცედურო კომიტეტმა დღეს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოში დარწმუნებულები არიან, რომ მამუკა მდინარაძე როგორც გუნდის გამორჩეული ლიდერი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებს ღირსეულად გაუძღვება. სამართალდამცავი ორგანოები ზედმიწევნით ზუსტად ახორციელებდნენ და ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას და ეს ყველაფერი ჩანს ძალიან კარგად და ხაზგასმით იმ შედეგებში, რაც გააჩნია როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ, თუმცა ამ სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედება კიდევ ერთიურად გაზრდის ეფექტურობას, ამიტომაც იყო ამასობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიქმნას ახალი მინისტრის პორტფელი, რომელიც იქნება სახელმწიფო მინისტრი მაკოორდინირებელი ძალოვან სტრუქტურებს შორის და ვინ თუ არა ბატონი მამუკა მდინარაძე ყველაზე წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მან უნდა დაიკავოს ეს თანამდებობა. ძალიან კარგად ვიცით რა გამოწვევები არსებობს ზოგადად ქვეყანაში, ვის და ხა ხალხის ძალას ვერავინ ვერ ასწავლის. საქართველოში რა გამოწვევებია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასე რომ ეს როგორც არის დაანონსებული და გაცხადებული ემსახურება უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას ქვეყანაში. მიმდინარე კვირას პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელსაც დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას გეკა გელაძეს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოусმენენ, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევს. კანონმდებლები დარწმუნებულები არიან, რომ გეკა გელაძე უწყებას ღირსეულად გაუძღვება. ბატონ გეკა გელაძე ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის პირობებში იყო მართლა ზღვა საქმე და სამუშაო გაწეული. შესაბამისად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმ ახალ პოზიციაზე, რომელიც ხელმძღვანელიც პარლამენტის ხადაჭერის შემთხვევაში და მე მჯერა რომ რა თქმა უნდა პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, გახდება გეკა გელაძე ასევე ამ წარმატებულ მუშაობის ტემპს გააგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. გეკა გელაძე რაც შეეხება ჩვენ ნახეთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ის ეფექტური იყო საკმაოდ, ეს საჯაროა და ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, განსაკუთრებით ნარკომანესთან ბრძოლაში მისი უწყება საკმაოდ იყო გამორჩეული. აქედან გამომდინარეობს ის მოლოდინიც პოზიტიური, რაც ამ შემთხვევაში უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე. ევროკავშირის ელჩი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან პაվել ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში განმარტებებისთვის დაიბარეს. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა ელჩმა შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო უწყებამ დიპლომატისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ჰერჩინსკი ქართველ ხალხს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის გაჭირვებისა და კორუფციის ბნელ დროში დაბრუნებით ემუქრება. საპარლამენტო უმრავლესობაში ჰერჩინსკის ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ და დიპლომატისგან განმარტებებს ელიან. კიდევ ერთხელ ჩანს და იშიფრება აქ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ყავდეს ეროვნული ხელისუფლება არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის იმ ძალებისთვის, ვისაც წარმოადგენს ჰერჩინსკი. ამიტომაც ხდება მუდმივად ზეწოლა, მუქარა ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა დიპლომატების კონკრეტულად ამ დიპლომატის მხრიდან, მაშინ როდესაც აი ეს მუქარა ასე ხაზგასმით გაჟღერდა ჩვენი საზოგადოების მიმართ. შესაბამისად მიბრძანდეს ბატონი ელჩი და უთხრას აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართულ საზოგადოებას, რომელიც არის სავსებით სამართლიანად აღშფოთებული ამ განცხადებით, თუ რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც მოვისმენთ ჩვენ ყველა. გარდა იმისა, რომ ეს არის შეუწყებელი განცხადება და რასაც რა თქმა უნდა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად გებულობს, რომ ის თავის დროზე რუსეთის ეგზარხოსი რუსულად რო წევლიდა ქართველებს, ეხლა ეს ინგლისურად აყენებს შეურაცხყოფას.
განსხვავება არის ენებს შორის მარტო. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის მიუღებლობა, რის გამოც დაბარებული არის ბატონი ჰერჩინსკი ახლა სამინისტროში. მეგობრული განცხადება ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ კეთდება. მეგობრული განცხადება და მეგობრული გაზიარება მწუხარების იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისგან, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იგივე მეგობრული მწუხარების გაზიარება რატო არ იყო მაგალითად ევროკავშირის ბიუროკრატიისგან. ცალკეული ელჩების მიერ წახალისებული რადიკალიზმის საპასუხო და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებისგან დიპლომატებთან კომუნიკაციის შეწყვეტას ითხოვს. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და გერმანიის ელჩების ქმედებებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ დიპლომატები არა საკუთარი ქვეყნების, არამედ deep state-ის ინტერესებით ხელმძღვანელობენ, საქართველოს ინტერესებს აზიანებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა საკუთარი აგენტურული ქსელის, რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის ხელით ცდილობენ. შესაბამისად, ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ვენის კონვენციის დამრღვევ დიპლომატებთან ხელისუფლებამ კომუნიკაცია უნდა შეწყვეტოს. საქართველოში საიდუმლოს აღარავისათვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. გვესმის ქართული ოცნების სტრატეგია, რომ მოთმინებით ელიან ბრიუსელში არსებული აგენტურული ქსელის და deep state-ის ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომელსაც ელჩები ეწოდება და რომლებიც ჩვენ ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციის და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება ეწოდოთ დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან. ის რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა, რომ მას არ აქვს ბირთვული შეიარაღება, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს ეროვნული ღირსება და არ აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ეროვნული თავმოყარეობა, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ბევრად უფრო მკაფიო, სამართლიან და ხის ნაბიჯებს იმისათვის, რომ რამენაირად ვაიძულოთ აღნიშნული პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება და თუ ეს მეთოდიც არ გაამართლებს, შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა ნაბიჯებს. ევროკავშირის ჩარევა სხვა ქვეყნების არჩევნებში საერთაშორისო გამოცემა ევრაზია დეილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე დაყრდნობით ევროკავშირის მხრიდან სუვერენული ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ წერს. იკვლევა, რომ ევროკავშირი უხეშად ერეოდა სლოვაკეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, რუმინეთის, მოლდოვას და ირლანდიის არჩევნებში 160 გვერდიანი ანგარიში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მოამზადეს ტექნოლოგიური კომპანიების, სოციალური პლატფორმებს და სხვა არასაჯარო დოკუმენტებს ეფუძნება, რომლებიც სასამართლო უწყებების მეშვეობით იქნა მოპოვებული. ანგარიში ნათქვამია, რომ 2023 წელს ციფრული სერვისების შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან ევროკომისია რეგულარულად ახდენდა ზეწოლას სოციალურ პლატფორმებზე პოლიტიკური კონტენტის ამოღების ან შეზღუდვის მიზნით. ანგარიშების ავტორების თქმით, ევროკომისიამ დიდი ოდენობით ჯარიმების მუქარით აიძულა ისეთი კომპანიები, როგორიც არის YouTube, TikTok და X-ი წაეშალათ კონტენტი, რომელიც არ იყო უკანონო, მაგრამ აკრიტიკებდა ევროკავშირის პოლიტიკას ან მიგრაციას. დეტალები გამოცხადებული ქვეყნების შესახებ ანგარიში ევროკომისიის ქმედებებს შემდეგ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან აკავშირებს. სლოვაკეთი 2023. სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირმა ზეწოლა მოახდინა TikTok-ზე, რათა გარკვეული სოციალურად კონსერვატიული განცხადებებისთვის სიძულვილის ენა მიეთითებინა. მაგალითად არსებობს მხოლოდ ორი სქესი. TikTok-ის შიდა ინსტრუქციებში აღიარებული იყო, რომ ასეთი შეხედულებები სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში გავრცელებული იყო, თუმცა მოდერაცია მაინც გამკაცრდა. რუმინეთი 2023. ანგარიში დიდი ყურადღება ეთმობა არჩევნების გაუქმებას. სავარაუდოდ TikTok-მა გააფრთხილა ევროკავშირი ლეგალური კონტენტის, კერძოდ კანდიდატ კალინ გეორგესკუს სურათების გაუმართლებელი წაშლის შესახებ რუმინეთის ხელისუფლების მოთხოვნით, რომელიც DSA-ის შესაბამისად მოქმედებდა. ანგარიშის ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის ჩარევის ოფიციალურ ვერსიას და მოჰყავთ შიდა დოკუმენტები, რომლებშიც ბოტების კოორდინირებული ქსელის მტკიცებულებები არ არის ნაპოვნი. მოლდოვა 2024 ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე
ევროკავშირის მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო სამიტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის პლატფორმებთან ერთად, სადაც მოლდოვას პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ამან ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვები გააჩინა, რადგან პრემიერ-მინისტრის პარტიამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. საფრანგეთი 2024 ანგარიშში წარმოდგენილია ევროპული და ეროვნული არჩევნების წინა პერიოდში პლატფორმებზე ზეწოლის შესახებ ზოგადი ბრალდებები. დამატებით ფონური ინფორმაციად აღნიშნულია, რომ ამერიკელი დიპლომატები დაინტერესდნენ მარინ ლე პენის სასამართლო პროცესით და განიხილავდნენ პროცესის სამართლიანობას. ნიდერლანდები და ირლანდია 2023, 2024, 2025. ეს ქვეყნები ანგარიშის ზოგად სიაში მოხსენიებულია, როგორც ჩარევის მაგალითები. ევროკავშირი ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობს DSA მექანიზმების მეშვეობით, თითოეული მათგანისთვის კონკრეტული ინციდენტების დეტალური აღწერის გარეშე. ისრაელში შეერთებული შტატებისთვის სუვერენული ქვეყნების არჩევნებში უხეში ჩარევა საქართველოში ნაციონალური მოძრაობისთვის ევროკავშირის მხრიდან სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დაცვა. ალაშა ფარულავა მიიჩნევს, რომ ამ ფორმით ევროპელი ბიუროკრატია ცდილობს წევრი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებები აკონტროლოს. ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ სხვადასხვა ქვეყნების სათავეში მათ მიერ მართული ხელისუფლებების მოყვანა სურთ, ეს არ არის ახალი ქართული ოცნების წევრებისთვის. საკანონმდებლო ორგანოს წევრები იხსენებენ, რომ რაზეც შეერთებული შტატები დღეს ევროკავშირის ამ ხელს საქართველოს ხელისუფლების წევრები უკვე წლებია საუბრობენ. ევროკავშირის წევრები, წევრი სახელმწიფოები არიან სლოვაკეთიც, უნგრეთიც და ცხადია, მათ აქვთ ვალდებულები ბრიუსელთან, აქვთ ვალდებულები პარტნიორებთან. ეს არის ის ვალდებულები, რომლებიც აიღეს როგორც ევროკავშირის წევრებმა. ამიტომ ეს ჩარევა კი არ არის, არამედ არის ვალდებულებების შესრულება. შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმაზე, რადგან ჩვენ აქამდეც არაერთის ვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში ჩაერიონ მათ შიდა საქმეებში, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეროვნული ხელისუფლებების ეროვნული ძალებით დაკომპლექტება არ მოხდეს. ეს აჩვენებს იმ ევრობიუროკრატიის არარჩეული ადამიანების საკმაოდ დესტრუქციულ პოლიტიკის მიმდევრობას, რომელიც ყოველგვარი განსხვავებული აზრის დათრგუნვას და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების წინ წაწევას გულისხმობს. ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანს ამჯერად მარია მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მეყანწიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს საშიშ ადამიანს უწოდებს და ამბობს, რომ მან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ცნობისთვის რადიკალ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთი აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე მეორე აქტივისტმა ალბი კორძაიამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჭოხონელიძეს მხარი დაუჭირა ნანუკა ჟორჟოლიანმა. ნანუკა, გაგახსენებ შენს მიერ ცრუ ბრალდებებით ციხეში მოხვედრილ ნანა სანდერს, რომელსაც შენს პოსტებს უდებენ მტკიცებულებად ჩადენილი დანაშაულის. გაგახსენებ ჩემს თავს იქამდე, სანამ მიამადან არ გამომიშვეს, რომ არ მოისვენე და მეც სუსად შემრაცხე 1300 ლარიანი სამსახურის გამო. გაგახსენებ კიდევ ბევრ ეპიზოდს. მიუხედავად ამისა, მაინც არასდროს მიწოდებია შენთვის ჩანერგილი, სუსი, ქოცებთან გარიგებული, შენი მათდამი მჭიდრო კავშირების მიუხედავადაც კი. არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე. არ გეტყვი რომ სუსი ხარ, მაგრამ გეტყვი რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ და ძალიან მავნებლობ. იმ ნდობას იყენებ, რომლითაც მსხვერპლი შენამდე მოვიდა და ვხედავთ, როგორც მოახდინე პოზიციონირება და როგორ გამოიყენე იმ გოგოს ნდობა. ცრუო ბიტყუები ნანა სანდერის საქმეში არანაირი სქრინი არდევს და კითხვა მაქვს, ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევით. კიდევ კარგი რომ არსებობს დიალოგის შინაარსის მტკიცებულება, სწორედ ასეთი დეტალები უნდა გახდეს საჯარო და ასეც იქნება. გახდება კიდეც, ნუ ბორგავთ ტყუილა, ხომ ხართ მართლები, საჯაროობა ნუ გაშინებთ. აქ ერთადერთი, ვინც ცრუობს ხარ შენ. ნანა სანდერის და ჩემი სასამართლო მაინც არის საჯარო და პროკურატურამ შენი პოსტის სქრინები რომ მოუტანა, იქ მაინც იცის სასამართლო პროცესზე დამსწრეთა 100%-მა. ძალიან კარგად იცი გოგონა, რა მდგომარეობაში მოვიდა შენამდე და პირველი ოჯახიდან გამომდინარე რომ არასაჯაროობა გთხოვა და ამაში დახმარება. იცი რატომ ხარ ბოროტი? იცი რომ არც ერთი ჩვენგანი არ ვიკადრებთ გოგოს ინტერესებიდან გამომდინარე იმის გასაჯაროებას, რაც ამ გოგონას დააზიანებს. ასე რომ რამდენჯერაც არ უნდა სცადო ჩვენი პროვოცირება და როგორც არ უნდა გვაშავო, ჩვენ არ გავყიდით ამ გოგოს ინტერესებს და საჭიროებებს შენგან განსხვავებით.
Დღეზე იმსჯელეს სააკაშვილ ბოკერია გვარემიას ალიანსის წევრებმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრისას. შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარემია მედიასთან აღნიშნა, რომ დიპლომატთან სანქციების საკითხი განიხილეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებას დააზიანებს. როგორია საკითხზე ბრიტანეთის ელჩის პოზიცია ამ დრომდე უცნობია, საელჩო ამ დრომდე პასუხს არ სცემს შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს, რაც შეეხება მმართველ გუნდს. მათ ოპოზიციის მხრიდან მოღალატეობრივი ქმედებები არ უყვართ. ცხადია დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დასავლელი ლიდერების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, პოლიტიკური გზავნილები და მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება, რომელიც აღარ იქნება მსუსხავი ეფექტის, იქნება დამანგრეველი. მეხუთე კოლონა საკუთარ დავალების მიმცემებთან კოორდინაციაში არიან, კიდე დასტური იმის, თუ როგორ ხდება ქვეყნის ფარგლებს გარედან საქართველოში მოქმედი შულავერის კომიტეტისთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. ჩვენს სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ვითხოვთ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების და ქართული ხალხის პატივისცემას ნებისმიერი პირისგან, ვინც არის საქართველოში წარმოდგენილი. და პატივისცემას იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც დიპლომატიურ საქციელს და ეტიკეტს განსაზღვრავს. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს, ვერც იმ კონკრეტული ელჩისგან, რომელზედაც თქვენ დამისვით კითხვა და ვერც რამოდენიმე გამორჩეული ელჩისგან, ვინც აშკარად იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და გაკეთილშობილებაზე იზრუნონ, პირიქით რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ შეგნებულად დგავენ ნაბიჯებს, რომ ურთიერთობები ევროსკეპტიციზმი მაგალითად გაღრმავდეს ჩვენ საზოგადოებაში. სასტუმრო ჰილტონში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. CNN-ის ცნობით თავდასხმელმა მიღებაზე შეჭრამდე მანიფესტი დატოვა, რომელიც მისმა ძმამ პოლიციას გადაუგზავნა. წყაროს ცნობით ეჭვმიჭან ტანილის დისინფორმაციით მისი ძმა რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდა, ცეცხლსასროლი იარაღი კი შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა და მშობლების სახლში ინახავდა. შეგახსენეთ, რომ შტატებში თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო. ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ტომას ალენი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. ალენი ლოს-ანჯელესის მახლობლად ცხოვრობდა და კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ჩაიშალა. შეხვედრა, რომელიც პაკისტანში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზად ვაშინგტონი ირანის ხელისუფლებაში არსებულ უთანხმოებას ასახელებს. არსებულ განხეთქილებაზე წერს ამერიკული მედია. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსსა და მთავრობის გავლენიან მაღალჩინოსნებს შორის არის. პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ირანის ელჩის თქმით, არაღჩი რუს მაღალჩინოსნებს შტატებთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მიეწოდის. განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივ შესაძლო ინიციატივებსაც. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 55 უცხოელი არალეგალი დააკავეს, მათ შორის რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, კოտ-დ'ივუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები. დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა 55 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არღვევდა ქვეყანაში კანონიერ ყოფნის ვადებს. თითოეული არალეგალი პირი დაკავებული იქნა და ისინი მოთავსდნენ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ქვეყნიდან გაძევების და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის დაწესების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს იმისათვის, რათა არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და აღნიშნული პირები, ვინც არღვევენ ქვეყანაში კანონიერ ყოფნის ვადებს, მათ მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი ღონისძიებები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა. ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული ოსლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამეგრელოს პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტით ხელკვალზე გახსნა დაკავებულია 2 პირი. გამოძების ინფორმაციით მიმდინარე წლის 25 აპრილს გვიან ღამით შეერაღებული ბრალდებული თანამძრახველებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს. მათ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჭხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად დაუფლებული თანხის ნაწილი. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩამდენი კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნევრკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პროგრამა ფართოვდება. კვლევითი სტაციონარული და ამბულატორიულ მომსახურებებზე სახელმწიფო დაფინანსებას ბავშვებთან ერთად ზრდასრულებიც მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მიხეილ სარჯოლაძე მოადგილეთია გიორგაძესთან ერთად ექიმებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, ვისაც ინტერესი აქვს პროგრამაში ჩაერთოს და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ. როგორც მიხეილ სარჯოლაძემ აღნიშნა, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. სიახლის ამოქმედებით ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ და ასევე კვლევის ნაწილში ნევრკუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსებას. ასევე ამ შედეგების ერთად თავმოყრას, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ დაავადების მართვას, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში ამ დაავადების მართვისათვის მნიშვნელოვანია ყველა ეს კომპონენტი. ნევროლოგიური მომსახურება უნდა გაუწიოთ მათ, კარდიოლოგიური მომსახურება, ორთოპედის მომსახურება, მზად უნდა იყოს ყოველთვის რეანიმაცია მათ დასახმარებლად. ყოველივე ამის მიწოდება შესაძლებელია მოხდეს ჩვენს მიერ. ჩვენ გახლავართ მოზრდილთა დაწესებულება, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ყველა სიმძიმის პაციენტი 15+1 დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი მასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს როგორც პრევენციული, ასევე ის სამკურნალო ღონისძიებები, რომელიც პროტოკოლით არის გაწერილი. პარლამენტი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და ბატარეების ნარჩენების შეგროვების შესახებ კამპანიას უერთდება. პრეზენტაციაზე საკანონმდებლო ორგანოსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია ვეისლესს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის ელექტრო ნარჩენები გადასამუშავებლად გადაიგზავნება. კამპანიის მიზანია ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა და ახალი პროდუქტის მიღება. ეს არის ერთგვარი სახელმწიფო პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოს პარლამენტი უერთდება ელექტრონარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას. ეს არის ის ვალდებულება, რაც ქვეყანამ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად 2015 წელს შექმნა ბიზნესისთვის, რომელიც უკვე პასუხისმგებელია, რომ შეაგროვოს და გადაამუშაოს ის ნარჩენი, რომელიც თავისი საქმიანობის შესაბამისად არის წარმოქმნილი. პარლამენტი უერთდება ამ ძალიან კარგ ინიციატივას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში სულ უფრო მეტი ელექტრონული ტექნიკა გამოიყენება და შესაბამისად სულ უფრო მეტია ეს ნარჩენი და ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ციკლური ეკონომიკის განვითარებას. სპეციფიკური ნარჩენები, როგორც არის ელექტრომოწყობილობები და ბატარეები, დღეიდან უკვე პარლამენტში შეგროვდება და თვითონ პარლამენტიც რასაც წარმოქმნის ამ ტიპის ნარჩენებს, გადაეცემა ორგანიზაცია ვეისლესი. და ვეისლესი არის წარმოების გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ამ შეგროვების სისტემას. და მეორე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის მაგალითის მიმცემია პარლამენტი სხვა უწყებებისთვისაც და დღევანდელი ჩვენი თანამშრომლობა ნათელი მაგალითია, რომ სხვა უწყებებიც უნდა ჩაერთონ ამ კამპანიური ხასიათის საერთო კამპანიაში.
ვეტერანების საქმე და სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ჩართულობით გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრმა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ჟურნალისტებს და ფოტო და ვიდეო რეპორტიორებს უმასპინძლა. ღონისძიებების ფარგლებში მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ხოლო ინსტრუქტორებმა კი ის მიმართულებები გააცნეს, რომლებიც მოხალისეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ისწავლება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა რამდენიმე ჟურნალისტ ვეტერანის მოწმობები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გომბორის მოსამზადებელ ცენტრს სტუმრობდნენ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებსაც მივაწოდეთ მოხალისეთა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, გავაცანთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ჩვენი სასწავლო პროგრამები, თუ რა მიზნებს და ამოცანებს ემსახურება ორგანიზაციის მიერ მოხალისეების გადამზადება, რაც მათი მხრიდან ძალიან დადებითად და მაღალი ენთუზიაზმით იქნა აღთქმული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენიდან დღემდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე და გამშუქებელი ჟურნალისტების სტატუსის მინიჭების ცერემონიალი. გავმართეთ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა თითოეულ მათგანს. გამოუხატო იმ ჯაფისთვის, თავდადებისთვის, შრომისთვის. ამ ბოლო დროს აღიარება იმისა, რომ მე ვარ საქართველოს ვეტერანთა დიდი ოჯახის წევრი, არის საოცრად საამაყო. 31 წლის დიმიტრი კასრაძე საზოგადოების მხარდაჭერას სჭირდება. ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სწორი ნაწლავის სიმსივნე და თანდართული ეხინოკოკი აქვს. ის ამჟამად თურქეთში სამსუნის კლინიკაში იმყოფება. მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ნომრებზე შეუძლიათ. ეს იყო ბოლო ინფორმაცია პირველზე, თქვენ ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით. ამას